სულ ვფიქრობ, რომ რაღაცა გავაკეთე და სულ გეგმებში ვარ და ვცდილობ, რომ ყველანაირად ყველას ხარი დაუჭირო და ვეცადო, რომ ყველა გავახარო. მე ვარ გიორგი ღუნიაშვილი, ვარ 29 წლის და ცხოვრობ თბილისში. თბილისში დავიბადე, თბილისში გავიზარდე. ისე ცხეთელი ვარ, ცხეთაში მომსახლე. მაგრამ მშობლები არ მაკითხავენ, მშობელი მარტოა. მე ძალიან ვიდარდე, იმიტომ რომ მშობელი მაინც სხვა, მინდობითაზაში ცხოვრობდი, და იქ არ იყო კარგი პირობები. იყო საჭმელი, მაგრამ ყვება არ იყო მონალური, ძილი და ადრე გვაწონდნენ და გარეთ არ გავდიოდი. ეხლა გარეთაც გავდივარ, ახმეტეზე მარტო ჩავდივარ, ბანკში მარტო ჩავდივარ, ვასწორებ ყველაფერს, პინკოდს მარტო ვასწორებ და ფული მარტო გავმოწ. ამ ადამიანებს საკუთარ ცხოვრებაზე უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ ინსტიტუციაში მათ არ აქვთ მსგავსი გამოცდილება, არც ურთიერთობების, ავით მეც გამოცდილებაში მკოლია, არავინ არ იცის რა არის სწორი ურთიერთობები, მაგალითად, იმიტომ რომ ეს იქ ამის ნაკლებობა არის, ხო, იქ იბრძვიან გადარჩენისთვის. სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ძალიან კარგად ცხოვრობთ და ძალიან კარგად გვექცევიან და ძალიან კარგად ვიწყობენ ხელს ყველაფერში, რაც გვჭირდება, რაც გვახარებს. მნიშვნელოვანი ღირებულება არის ის, რომ ამ ადამიანებს ვხედავთ თითოეულ ადამიანს ისე როგორებიც არიან და არ ვცდილობთ მათ რაღაცნაირად შეცვლას ან რაიმე ჩარჩოებში მოქცევას, ხო? თითოეული ადამიანი არის ინდივიდუალური და მივყვებით მათ სურვილებს და საჭიროებებს და ისე ვუჭერთ მხარს თითოეულ მათგანს. თავისუფლად ვარ, კარგად ავზრუნებ თავს და ძალიან მიხარია მეგობრები მიყავს, ძალიან მაგარი მეგობრები და ყველას ვაფასებ აქ ვინც არის. ერთმანეთი გავზარდეთ, იმიტომ რომ დაახლოებით ერთი ასაკის ვართ და შესაბამისად რაღაცა ჰობები, მიზნები და რაღაც სურვილებიც თითქმის ერთნაირი გვაქვს ახალგაზრდული და ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენი მიზნები თუ ემთხვევა ერთმანეთს ერთად წავიდეთ, ვისეირნოთ, გავერთოთ. უკვე 7 წელია ვიცნობ მათ და სხვადასხვა აქტივობებში ვუჭერ მხარს. მე მინდა მქონდეს იცი როგორ არის სამსახური, ადამიანებს დავეხმარო და ხელფასი გადამიხადო. ანუ აი როგორ ადამიანებს, ეტლიან ადამიანებს დავეხმარო, ასვლაში, ჩასვლაში. და ეგ სამსახური მინდა რომ მქონდეს და ხელფასი ავიღო მაგაში. საოჯახო სერვისის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას შევუწყოთ ხელი, ხო, რომ ეს ადამიანები რაღაცა ეტაპზე უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და რაღაცა საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და იმ ყველა სერვისებზე ქონდეთ ხელმისაწვდომობა, რაზეც ჩვენ ნებისმიერი ადამიანს აქვს წვდომა. დამოუკიდებელი ვარ. მე შემიძლია მარტო ვიარო, იმიტომ რომ მე ჩემი ისინი გზები ვიცი და დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. თუ დახმარება დაგჭირდება, ეგრე გვეხმარებიან, მაგრამ აი ზოგადად თუ გინდა გასვლა, გასეინება, წასვლა, მოსვლა, არა, ეგ პრობლემა არ არის. მაგის პრობლემა არ გვაქვს ჩვენ.